დანიელი სკოლაში მიდის. ერთი პატარა ქალაქის ყუდრო უბანში ცხოვრობდნენ ბიჭები. ცისფერთვალება დანიელი და შავთვალწარბა ალექსანდრე. ბიჭები ბებოსთან იზრდებოდნენ, მშობლები სამუშაოდ წასულიყვნენ და ამიტომ დროის უმეტეს ნაწილს პატარები ბებოსთან და ბაბუსთან ატარებდნენ. დანიელი სკოლაში შესასვლელად ემზადებოდა. ღელავდა და ღელვამ ცოტა შიშები და გაურკვევლობა გაუჩინა გულში. როგორი იქნება ჩემი მასწავლებელი? ნეტა ვინ იქნება ჩემი მეგობარი? ან როგორი კლასელები მეყოლებიან? ყოველდღიურად უტრიალებდა კითხვები თავში დანიელს, მაგრამ ვერ ამხელდა. ერიდებოდა შიშის გამხელის. სანდრო იყო მისი ძმა და ყველაზე უახლოესი მეგობარი. ამიტომ თავს იმით იმშვიდებდა, რომ სანდრო დაეხმარებოდა და დაიცავდა. დადგა სკოლაში წასვლის დღე. ბებომ და მამიდამ საგულდაგულოდ გამობრანჭეს ბიჭები. ხელში ლამაზი ჩანთები დააჭერინეს და გაუყვნენ სკოლის გზას. გზაში ორი საოცარი ბიჭის გონებასა და გულში ცეცხლი ტრიალებდა. ორივეს ყურებში საკუთარი გულისცემა ესმოდათ. სანდროს უხაროდა მეგობრებთან და მასწავლებელთან შეხვედრა და მიიჩქაროდა. დანი კი გაურკვევლობას მოეცვა და ძალიან ნერვიულობდა. სკოლაში მისვლისთანავე გაუჩინარდა სანდრო. შეერია სხვა დიდკლასელებს. დანიც საკლასო ოთახში დატოვა ბებო. მასწავლებელი უღიმოდა ბავშვებს. ბავშვები კი დაბნეულები და შეშინებულები ეძებდნენ თანაკლასელებში ნაცნობ სახეებს. ნაცნობს ეძებდა დანიც, თუმცა ვერ აღმოაჩინა. დაირეკა ზარი. მასწავლებელმა საინტერესო თამაშებით დაიწყო მოსწავლეების გაცნობა. დანის გული კიდევ უფრო აუჩქარდა. ჩემი ჯერი მოდის, ნეტა გამორჩე, ნეტა არ გამომიძახოს, ნერვიულობდა ბავშვი. ამ დროს მასწავლებელმა ხელი მოკიდა და დაფასთან გაიყვანა დანი. მან კლას თვალი მოავლო და ჰოი საოცრებავ, რამდენი ნაცნობი სახეა, ჩემი ბაღელები, გიო ჩემი მეზობელი. მარისთან ხომ ყოველდღე ვთამაშობ პარკში? დანიელს სახე გაებადრა. თითქოს უეცრად გაიზარდა, ფრთები გამოესხა, აფრინდა და ღრუბლებიდან უცინოდა მის თანაკლასელებს. მასწავლებლის შეკითხვებსაც სრულყოფილად პასუხობდა. ახლა შენიშნა მასწავლებელი რა ლამაზი იყო, მოხდენილად ეცვა და სახეზე კეთილი ღიმილი დასთამაშებდა. საკლასო ოთახიც როგორი ფერადი და ლამაზი ყოფილა. თავისი მერხიდან კედლები ნაცრისფრად ეჩვენებოდა. ახლა კი ფერების პალიტრას ვერ ჩამოთვლიდა. ერთ გაკვეთილს მეორე მოყვა, მეორეს მესამე. ყოველ გაკვეთილზე თავიდან ესხმებოდა ფრთები დანიელს და დაფრინავდა ხან ოკეანებს ზემოთ, ხან კოსმოსში. მერე ისევე შვებოდა და საყვარელ ადამიანებთან ერთად ისევ მოგზაურობდა. დედასთან ერთად ზოოპარკში თავისი ხელით ისევ ყვებავდა ცხოველებს. მამასთან ერთად კარუსელებზე ერთობოდა. ხან ბორბალზე ისხდნენ და მთელ ქალაქს გადაჰყურებდნენ, ხან კი ცხენებით ჯირითობდნენ. მერე ყველანი ერთად ნაყინს მიირთმევდნენ. და შემდეგ თანაკლასელებთან ერთად მასწავლებელი ისევ ამოგზაურებდა ცოდნის სამყაროში. ზარი დაირეკა. საკლასო ოთახის ღრუბლზე სანდრო გამოჩნდა. დანი დაემშვიდობა თანაკლასელებსა და მასწავლებელს და ტიტილით გაჰყვა სანდროს. სახლამდე ენ არ გაუჩერებია. სამსახურიდან დაბრუნებულ ოჯახის წევრებს გვიან ღამემდე უზიარებდა დანიელი სკოლის პირველი დღის შთაბეჭდილებებს. მეორე დღეს დილა ადრიან მთელ სახლში ისმოდა დანიელის ხმა. გაიღვიძეთ, სკოლაში მაგვიანდება.